თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. თავადაზნაურთა საკრებულოს გამგეობა აჯილდოებს ირმა ინაშვილს გიორგი სააკაძის მედლით თავდადებისათვის, პროფესიული გმირობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათული გლიგაძე ვარ. გამარჯობა. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის პირდაპირ ეთერში FM 7.9. რაღა უჭირს. ჯერ ვინ ჩემი ფეხებია თავადაზნაურთა საკრებულო და მერე მათი მედალი. ისე ირმა მეც იმსახურებს. ვარემ სააკაშვილის სახელობის მივცეთ, ან სულად წმინდა ბიძინა მართალის. განაცხადეს სოციალურ ქსელში მისმა თაყვანისმცემლებმა. როდის აქეთაა თავადაზნაურობა სააკაძეს პატივცემს. მაგათ არ გააქციეს და დააქციეს თავის დროზე. მაგ თავადაზნაურობის მამულიშვილობა არ გაიშვას არსად. ეს უკვე ჩემი კომენტარია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურაზე ბიძინა ივანიშვილს განიხილავს. ამის შესახებ ცნობა ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია. ბატონი ბიძინა ერთ-ერთი კანდიდატია, განაცხადა რეზი არველაძემ. მისი თქმით, კანდიდატებს შორის ბევრი უცხოელი სპეციალისტიცაა, თუმცა უპირატესობა ქართველ მწვრთნელს მიენიჭება. რადგან მწვრთნელი აუცილებლად უნდა იცნობდეს ადგილობრივ საფეხბურთო სამყაროს. თქვენ შეიძლება მითხრათ, საიდან იცის ივანიშვილმა ქართული ფეხბურთიო, მაგრამ არც პოლიტიკა იცოდა და ვერ გადაარჩინა ქვეყანა, ხელები გაასავსავა არველაძემ. როგორც ფეხბურთის კულუარებიდან გახდა ცნობილი, ივანიშვილის კანდიდატურა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თემურ ქეცბაიას მიერ ქართველ ფეხბურთელთა წამების საშინელი და შემზარავი კადრები გავრცელდა. ეს კაცი იყო სადისტი, გვავარჯიშებდა, გვარბენინებდა, სიცივეში, სიცხეში, წვიმაში, თოვლში, გვაგინებდა და რა ვიცი ერთი რა, აცხადებს ანონიმური ფეხბურთელი, რომელიც მონასტრიდან დაგვიკავშირდა. ქეთიდოლიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ფეხბურთელს 5 მილიონ ლარს დაურიგებს, ისე როგორც სოფლებში არიგებდა და ქართულ ფეხბურთს აღორძინებს. ეს კაცი მესის თუ არ დაბადებს, იმ თქვენ მესის იყიდის და ჩამოიყვანს აქ და ათამაშებს, დაძინა დოლიძემ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ შეძლებს ქართველი ზარმაცი და უპასუხისმგებლო ფეხბურთელების მიჭირხვნას. ხოლო თუ ამ კაცმა ფეხბურთელი კარგი მინისტრად აქცია, ფეხბურთელისაგან კარგი ფეხბურთელის გამოყვანას რა უნდა? ფარული მოსმენების კანონის ამოქმედების შემდეგ ეგრეთ წოდებული გასაღები მეგის ქარდავას გადაეცემა. ყოფილი ძალოვანი, რომლის სახელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებულ მიყურადების პოლიტიკას უკავშირდება, ამჟამად ძებნილია და მიმალვაში იმყოფება. ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის კანონპროექტის ფარგლებში გასაღების ახალ მფლობელს ამნისტია შეეხება და საქართველოში ჩამოსვლის უფლება მიეცემა. აღნიშნული ინიციატივა ქართულ სამართალში ბურატინოს პრინციპით არის ცნობილი. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიუხედავად ქარდავას ოდიოზურობისა, საჭიროა მისი პოტენციალისა და გამოცდილების სრული გამოყენება. სოფლიო პრაქტიკაში ხშირია, როცა დამნაშავეს განსაკუთრებული უნარების გამო სახელმწიფო თავის ინტერესების გამო იყენებს. აი ის ფილმი რომაა, დიკაპრიო და ტომ ჰენქსი რომ თამაშობენ. ჩეკებს რო აყალბებს ის ბიჭი ძალიან მიყვარს. მანდაც ხომ ბოლოს ფებერი წაიყვანს იმას და ერთად არ ებძვიან სხვა აფირისტებს. დაზინა მან. ჭიკაიძე ქარდავას ტანდებს ოპტიმისტურად უყურებს მარანა კობახიძე. მეგისი, ნიჭიერი ბიჭია, ის სისტემის მსხვერპლია. ბოროტი ადამიანების ხელში მოხვდა. ლექსო ძლიერი მინისტრია, ადამიანებთან ურთიერთობის უდიდესი ნიჭი აქვს და მეგისის სწორ გზაზე დაყენება შეეცდება. განაცხადა მაანა კობახიძემ. ქარდავას თბილისში კანონის მიღების შემდეგ ელოდებიან. და ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას უკვე მეორედ დაადო. ვეტო რასაკვირველია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათული გლიგაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს რადიო ძველი ქალაქის ეთერში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. გმადლობთ რომ გვისმენთ. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.